ოკუპირებულ აფხაზეთში წყლის ფრინველების მასიურად დახოცვის ფაქტი დაფიქსირდა. სოხუმისა და სხვა ქალაქების სანაპიროებზე მიმოფანტული მკვდარი წყლის ფრინველების ფოტო-ვიდეო მასალას ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს. თუმცა გარემოს დაცვითი და ვეტერინარული დე-ფაქტო სამსახურები მიიჩნევენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან ოფიციალურ თბილისშიც, როგორც გარემოს დაცვის ქართველი სპეციალისტები აღნიშნავენ, აფხაზეთში საჭირო ლაბორატორიების არარსებობის გამო ცალსახად ვერ ასახელებენ ფრინველების დაღუპვის მიზეზს და მხოლოდ რუსი ეკოლოგების ინფორმაციით ხელმძღვანელობენ. ჩვენ პირველი ინფორმაცია 4 მარტს მივიღეთ. გამოგვიგზავნეს კოლეგებმა იქიდან ვიდეოები, სადაც მთელი სანაპირო ფრინველებით იყო გარდაცვლილი ფრინველებით ავსებული. შევისწავლეთ და გამოირკვა, რომ თვითონ სპეციალისტი იყო ძალიან შეშფოთებული, რომ ლაბორატორია არ აქვს არც ჩვენ სოჭეში და არც სოხუმშია და ამიტომ ეს შესწავლის საგანია თუ რასთან გვაქვს საქმე. გარკვეული დროის მერე როგორც გამოირკვა, კრასნოდარში ჩატარდა ანალიზი, არის ვირუსი არის სხვათა შორის საშიში, რადგან დაფიქსირდა ფაქტი იმისიც, რომ ძაღლმა შეჭამა და ძაღლი გარდაიცვალა. ადამიანისთვისაც საშიშია და თვითონ პროცედურა როგორ წარიმართება, ალბათ ეს დამოკიდებული იქნება ერთობლივად, როგორ შევჯერდებით თუ შესაძლებელი იქნება ამ თემაზე მუშაობა. გარდა ფრინველებისა, სოხუმსა და ოჩამჩირის სანაპიროებზე ამ ბოლო დღეებში მკვდარი თევზებისა და დელფინების სიკვდილიანობის შემთხვევებით შეიმჩნევა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იქ არსებული არაჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. როგორც ჩვენი კოლეგები, იქაურები ამტკიცებენ, ეს არის, რა თქმა უნდა, თევზის ჭერასთან დაკავშირებით და სეინერების ბადეებთან დაკავშირებით ჩვენი სპეციალისტებისთვის ძალიან საეჭვოა, შეუძლებელია 5-6 დელფინიც კი იყოს ამის მიზეზი. სავარაუდოდ საქართველოში ამ დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების მერე გავარკვიეთ, რომ ვთვლით, რომ ეს არის მაინც ვირუსი, რომელიც გამოწვეულია ზღვის დაბინძურებიდან გამომდინარე და თვითონ აფხაზურ პრესაშიც საუბრობენ იმაზე, რომ ეს მარტო ამ აკვატორიას არ შეიცავს და საჭიროა განგაშის ატეხვა, რომ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ ამისთვის. ქართველი გარემოს დამცველების აზრით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკოლოგიური საფრთხე მართლაც არსებობს. მისი გამოსწორებაც მხოლოდ აფხაზ კოლეგებთან კოორდინირებული მოქმედებითაა შესაძლებელი.